ბოლო დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა სტაბილურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ზოგ რეგიონში ტემპერატურა 40+ გრადუსს აღემატება, რაც მნიშვნელოვნად აისახება როგორც მოქალაქეების ყოველდღიურობაზე, ისე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ სიცხე განსაკუთრებით დამღლელი და მძიმე დასატანია. ამიტომ ადამიანებს უწევთ სხვადასხვა გზით იპოვონ სიცხისგან თავის დაღწევის ხერხები, როგორც სახლში, ისე ღია სივრცეებში. ყველას შეფასებული არის ჩემო გოგო, მაგრამ დავხმოთ, მეტი გზა არ გვაქვს, უნდა გადავლახოთ. ასული არიან სურამში, ცოტა განიტვირთებიან ჩემი შვილიშვილები და არიან ძალიან კმაყოფილები და გახარებულები. წყალი გვაქვს სულ მუდმივად და უფრო უზრუნველყოფილი ვართ ამით, რომ ხეებსაც მივაზდინოთ ბუნებად და ჩვენც. განსაკუთრებული არაფერი არ არის ჩემთვის, ჩემი ეზო ბევრი ხეებია და მე არ მიწევს სიცხეში ყოფნა. რავი, სიგრილეში ვარ, მე ბინაში არ მაწუხებს. περίπτωση არ შეგვიძლია, მაგრამ უსაძლესია უკვე. სოფელში ჩამოდივარ დასასვენებლად და მდინარეში ვგრილდები. ადგილობრივი სპეციალისტები ჯანმრთელობის რისკებზე საუბრობენ. ისინი ხაზგასმით მოუწოდებენ საზოგადოებას თავი შეიკავონ ღია სივრცეებში გადაადგილებისგან დღის ყველაზე ცხელ პერიოდში 12-დან 4 საათამდე ინტერვალში. გადაუდებლობის შემთხვევაში რეკომენდირებულია სამოსის შერჩევა და დამცავი ატრიბუტიკის გამოყენება. დიდი რაოდენობის სითხის მიწოდება ორგანიზმისთვის კვლავაც მთავარ მოწოდებად რჩება. მაღალი ტემპერატურების მომატებასთან დაკავშირებით მატულობს ზოგადად ისეთი დაავადებები, როგორიცაა საკვებისმიერი ინტოქსიკაციები და დიარეული დაავადებები. მოგეხსენებათ, მაღალ ტემპერატურაზე გაძლიერებული არის დუღილის მდგომარეობა, ბაქტერიების სწრაფად მრავლდებიან და მეტი არის შემჟავების შანსი. აქედან გამომდინარე, საკვებს, რომელსაც მოსახლეობა მიიღებს, უნდა იყოს სწორად თერმულად სწორად დამუშავებული და ასევე სწორადვე უნდა იყოს შენახული, ანუ სამაცივრე პირობებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. სხვა ჰაერის ტემპერატურის მომატებასთან დაკავშირებით ასეთი რეკომენდაცია არის, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი რაოდენობის გამაგრილებელი სითხეები, სასმელები მიიღონ, მოერიდონ პირდაპირ მზის სხივების ქვეშ სიარულს, თუ ეს აუცილებელი არ არის და განსაკუთრებით იმ დროს, როცა დღეღამური ტემპერატურა ყველაზე მაქსიმუმს აღწევს. ეს მოგეხსენებათ არის შუადღიდან დაახლოებით 12-დან 3-4 საათამდე. და თუ ეს აუცილებელია, რომ გარეთ მოხვდეთ, სხეული უნდა იყოს მთლიანად დაფარული, დასასრულია იყოს ბუნებრივი ქსოვილით, კლავები უნდა იყოს დაფარული და ასევე თავზე შესაბამისი ქუდი, შლიაპა ან ქოლგა. იმავე განცხადებას აქვეყნებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო უწყებები. ისინი აღნიშნავენ, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე მსგავსი ტემპერატურული რყევები გახშირებულია და მოსახლეობას მოუწოდებენ დროულად მიიღონ პრევენციული ზომები. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელებული რეკომენდაციებისა და წესების დაცვას ცდილობენ. მედიკოსები გასცემენ რეკომენდაციები, რომ რაც შეიძლება მეტი სიცხე უნდა მივიღოთ განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში. თქვენ თუ ითვალისწინებთ ამას? თვალისწინებთ. ცივილური. თემორგანიზმი საერთოდ ითხოვს წყალს, ისედაც და ისედაც უნდა მიიღოთ და ისედაც. შენ თვითონ უნდა გქონდეს იმის ის, რომ სიცხეებში რა გინდათ, სიცხეები, წყალი, ლიმონადი, რა ვიცი. წვენები, რა ვიცი, აბა, რაც ორგანიზმს მოუხდება და ჩვენ ჯანმრთელობა. სიცხეს ღებულობ სიცხისთვის. მოსალოდნელია, რომ მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. შესაბამისად, სპეციალისტები კვლავ აქტიურად მოუწოდებენ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.